დავითი 46 წლისაა, თუმცა ჩვილი ბავშვივითაა, ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, მხოლოდ იატაკზე ხოხავს და ურჩფეხებს მიათრევს უკან. ძლიერი ტკივილების გამო ის გამუდმებით ყვირის, ეპილეფსიის საშინელი შეტევები აქვს, რომლების დღეში რამდენჯერმე უმეორდება და დაზიანებული აქვს თავის ტვინი. მამაკაცი ინსულტმა მოტეხა, დავითს გამუდმებით სჭირდება წამლები, მათ გარეშე ვერ გადარჩება, მაგრამ საბრალო მშობლებს, რომლებიც მხოლოდ პენსიით ცხოვრობენ, ფული არ აქვთ. დარდისგან განადგურებული მამა ავთანდილი 69 წლისაა. მარჯვენა თვალიდან საერთოდ ვერ ხედავს, რადგან ბადურა აქვს დაზიანებული. მარცხენა თვალზე კი კატარაქტა აქვს. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, მაგრამ თვალის წვეთების ყიდვას კი არ შეუძლია. შვილზე გამუდმებული ნერვიულობის გამო დედას შაქრიანი დიაბეტი დაემართა, დაეწყო გართულებები, მაგრამ ექიმთან წასასვლელი ფული არ აქვს. მეგობრებო, ეფნაზეების ოჯახში 3 მძიმე ავადმყოფია. მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება, ზრუნველობა და ყურადღება. ისინი პატარა ბავშვებივით არიან, რომლებიც ვერ გადარჩებიან ამ სასტიკ სამყაროში. დაეხმარეთ მათ გადარჩენაში, უფალმა გაგურთხოთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.